მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ დღეს ისევ ჩვენთან ერთად ხართ. დღევანდელ სიღრმისეულ ანალიზში ჩვენ, ვაპირებთ შევეხოთ თემას და ისტორიულ ფიგურას, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანი ძალიან კარგად იცნობთ. კი, სახელმძღვანელოებიდან და ქუჩების სახელწოდებებიდან, რა თქმა უნდა. ზუსტად, მონუმენტური ძეგლებიდანაც, რომლებიც თითქმის ყველა ქალაქში გვხვდება. დიახ, დღეს დავით აღმაშენებელზე ვისაუბრებთ, მაგრამ მოდით თავიდანვე შევთანხმდეთ ერთ რამეზე. აუცილებლად. დღეს უნდა დავივიწყოთ ის მშრალი, ცოტა არ იყოს გაიდეალებული და სტერეოტიპული სურათი, რომელსაც სკოლის მერხიდან გვაჩვევდნენ. ანუ, ჩვენი მიზანია ეს ეპოქა და თავად მართველი დავინახოთ სრულიად განსხვავებული, უკიდურესად პრაგმატული და ძალიან ადამიანური კუთხით. ხო, იმიტომ რომ როდესაც ისტორიულ მითოლოგიას და პათეტიკას გვერდზე ვწევთ, ვხედავთ არა უბრალოდ ტრადიციულ გმირს, არამედ გამორჩეული ინტელექტის მქონე კრიზის მენეჯერს. კრიზის მენეჯერს, ზუსტად ეგ არის შესაფერისი სიტყვა. კი, კაც, რომელმაც ზუსტად იცოდა, როგორ ემუშავა სისტემებთან. ის არ იყო მხოლოდ სარდალი. ის იყო სტრატეგი, რომელიც სახელმწიფოს აღიქვამდა როგორც რთულ მექანიზმს, სადაც ეკონომიკა, რელიგია და დემოგრაფია ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. და ამ ურთულესი სტრუქტურის გააზრებაში დღეს ჩვენი წყაროები დაგვეხმარება. მსმენელისთვის რომ თქვათ, ჩვენ წინ გვიდევს აკადემიური სტატიებისა და კვლევების მართლაც შთამბეჭდავი კრებული. საკმაოდ სერიოზული ბაზა გვაქვს, კი. ნამდვილად. აქ არის მეტრეველის, ბერიძის, ხიდაშელის, ლორთხიფანიძეების და ჯანდიერის ნაშრომები. ანუ, ეს მოიცავს ყველაფერს დაწყებული ეკონომიკური მოდელებიდან და კულტურული არქიტექტურიდან, დამთავრებული ფილოსოფიითა და ურბანული არქეოლოგიით. და ამას ემატება მცირე, მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორიული ჩანაწერები მის პირად ცხოვრებაზეც. კი ბატონო. მაშასე, ჩვენი მისია დღეს ასეთია. გავარქვიოთ, რეალურად რას ნიშნავს იყო შენი ეპოქის აღმაშენებელი. ხო? ანუ, როგორ უნდა მართო ტოტალური ეროვნული კატასტროფა. დაალაგო ფინანსური კრიზისი, აწარმოო ურთულესი გეოპოლიტიკური თამაშები და ბოლოს როგორი მსხვერპლის გაღება გიწევს პიროვნულად. ზუსტად. როცა საკუთარ პირად ცხოვრებას სახელმწიფოს ინტერესებს სწირავ. თქვენ, ვინც ახლა გვისმენთ, ალბათ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ შორეული წარსულია. მაგრამ ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ წარსულის ისტორია. ეს არის ლიდერობის, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და გადარჩენის უნივერსალური ანატომია. ის მექანიზმები, რომლებიც მან გამოიყენა ინფლაციის მართვიდან დაწყებული, დღესაც საოცრად აქტუალურად შრერს. ნამდვილად. მოდი ახლა ეს ყველაფერი ნაწილებად დავშალოთ და პირველ რიგში კონტექსტი შევქმნათ. მინდა რომ თქვენ, ჩვენმა მსმენელმა თვალწინ წარმოიდგინოთ სურათი. მე-11 საუკუნის ბოლოა, 1089 წელი. ურთულესი პერიოდი. გადამწვარია, სოფლები დაცარიელებულია, ხალხი მთეშია გახიზნული და ცენტრალური ხელისუფლება კატასტროფულად სუსტია. ფეოდალები სრულ დამოუკიდებლობას იჩენენ. მეფეს არაფრად აგდებენ. ხო, მამამისი, გიორგი მეორე, საერთოდ იძულებულია ტახტიდან გადადგეს. და აი ამ ტოტალურ ნანგრევებში სახელმწიფოს სათავეში მოდის 16 წლის მოზარდი. 16 წლის, წარმოიდგინეთ. რა უნდა გააკეთოს ამ დროს ადამიანმა? ლოგიკური იქნებოდა აი პირდაპირ ავიღოთ ხმალი და მტრის წინააღმდეგ ომი დავიწყოთ, არა? ბევრი ალბათ სწორედ ასე მოიქცეოდა. კი. რაც პირდაპირ სუიციდის ტოლფასი იქნებოდა იმ მომენტში. თუმცა, დავითის პირველი ნაბიჯები გვიჩვენებს მის ანალიტიკურ სიღრმეს. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ სანამ გარე იმპერიებს შეებრძოლები, ჯერ საკუთარი სახლი უნდა დაალაგო. ანუ შიდა ფრონტი. აბსოლუტურად. შეუძლებელია ომის მოგება, როცა შენივე გენერალები და ფეოდალები ზურგში დანას გარტყამენ. ამიტომ, პირველი დარტყმა მიმართული იყო არა სელჩუკებისკენ, არამედ შიდა ოპოზიციისკენ. კი, მან დაიწყო ურჩი ფეოდალების განეიტრალება. აი ლიპარიტიდების და აბულეთი ძეების ამბავი რო გავიხსენოთ. ზუსტად. და ეს არ ყოფილა უბრალოდ დასჯა. ეს იყო სისტემური წმენდა. თუმცა აქ არის ერთი ძალიან მაგარი მომენტი ჩვენს წყაროებში. მხოლოდ ძველი ელიტის განადგურება ხომ არ გმარა. სიცარიელე რაღაცით უნდა შეავსო, ახალი ლოიალური ძარით. კი და აქ შემოდის სცენაზე მონასპა. მონასპა? ეს ხომ ფაქტობრივად 5000-იანი პირადი პროფესიონალური გვარდია იყო. ნამდვილად.
ეს ხალხი არ ექვემდებარებოდა არც ერთ სხვა ფეოდალს. ისინი უშუალოდ მეფისგან იღებდნენ დაფინანსებას, აღჭურვილობას და მხოლოდ მის წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებულნი. ანუ მან შექმნა ელიტარული სადამსჯელო და აღმოსრულებელი ძალა, რაზე დაყრდნობითაც უკვე შეეძლო შიდა წესრიგის დამყარება. ეგ იყო უმნიშვნელოვანესი ბერკეტი. მაგრამ ფიზიკური ძალა მხოლოდ მედლის ერთი მხარეა, ხომ? რა თქმა უნდა. თუ გვინდა გავიგოთ, როგორ მუშაობდა მისი პოლიტიკური გონება, უნდა შევხედოთ, როგორ იყენებდა ის ინსტიტუტებს. და ამის საუკეთესო მაგალითია 1104 წლის რუისურბნისის კრება. აი აქ კი მართლა ძალიან საინტერესო დეტალები იკვეთება. სკოლაში ხომ რუისურბნისის კრებას ძირითადად რელიგიურ კონტექსტში გვასწავლიდნენ, თითქოს მეფემ უბრალოდ ეკლესია გაწმინდა უღირსი მღვდელმთავრებისგან. კი, ფასადი ეგეთი იყო. მაგრამ ჩვენი აკადემიური წყაროები გვიჩვენებს, რომ ამ ფასადის მიღმა სრულიად სხვა მასშტაბის პოლიტიკური თამაში მიდიოდა. რუისურბნისის კრება იყო ეპოქის ყველაზე დიდი პოლიტიკური გადატრიალება. იმ პერიოდში ეკლესია ხომ უდიდესი მიწამთფლობელი იყო. რეალურად დამოუკიდებელ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენდა. ანუ სახელმწიფოში. ზუსტად, დავითმა გამოიყენა ეს უღირსი მღვდლების გამკვეთის საბაბი იმისთვის, რომ ეკლესიიდან გაეყარა თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და მათ ადგილას თავისი ერთგული ხალხი დაენიშნა. მაგრამ ყველაზე გენიალური სვლა მაინც ის ახალი თანამდებობა იყო. მწკინობარ თუხუცეს ჭყონდიდელის პოსტი. მოდი მსმენელისთვის ეს პოსტი თანამედროვე ენაზე ვთარგმნოთ, იმიტომ რომ ეს მართლა უპრეცედენტო რამ იყო. კი, თანამედროვე ტერმინებით რომ თქვათ, მწკინობარ თუხუცესი იყო სახელმწიფოს კანცლერი. ფაქტობრივად პრემიერ-მინისტრი. კი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც განაგებდა საერო საქმეებს და სასამართლოს. ხოლო ჭყონდიდელი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი. დავითმა აიღო ეს ორი უკიდურესად ძლიერი პოზიცია და ერთ კონკრეტულ ადამიანს, თავის უერთგულეს მრჩეველს, გიორგის ჩააბარა. ანუ საერო და სასულიერო ძალაუფლება, რომლებიც ისტორიულად ყოველთვის კონკურენციაში იყვნენ ერთმანეთთან, ერთ მუშტში მოაქცია. აბსოლუტურად. ეკლესიამ დაკარგა ავტონომია და იქცა სახელმწიფო აპარატის ნაწილად. როცა შენი პრემიერ-მინისტრი იმავდროულად უმაღლესი სასულიერო იერარქია, ფეოდალურ ოპოზიციას უბრალოდ მანევრირების სივრცე აღარ რჩება. წარმოუდგენელი სტრატეგია. შენ აქრობს შიდა კონკურენციას ინსტიტუციურ დონეზე. მაგრამ მოდი ახლა ყურადღება გადავიტანოთ იმაზე, რაც ჩვენს წყაროებში განსაკუთრებით თვალში საცემი იყო და რაზეც სიმართლე გითხრათ შედარებით იშვიათად საუბრობენ ხოლმე. მის პირად ცხოვრებაზე ამბობთ, ხომ? კი. მეფის პირად ცხოვრებაზე როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტზე. ჩვენ გვაქვს ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ მისი ოჯახიც კი პირდაპირ იყო ჩართული სახელმწიფოებრივ მანქანაში. მას ორი ცოლი ჰყავდა. ხო, პირველი ქორჭინება სომეხ პრინცესასთან, რაც სავარაუდოდ სამხრეთით პოლიტიკური კავშირების გამყარებას ემსახურებოდა. და მეორე კი უჩახდა პრინცესა, გურანდუხტი. და რაც ყველაზე დაუნდობლად პრაგმატულია, ის საკუთარ შვილებს პირდაპირ გეოპოლიტიკურ პაიკებად იყენებდა. ას ძალიან კარგად აჩვენებს ეპოქის სასტიკ რეალობას და თავად მმართველის ფსიქოლოგიას. პოლიტიკური ქორწინება კი შუა საუკუნეებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მაგრამ დავითის მიდგომა ბევრად ცდებოდა სტანდარტულ დიპლომატიას. კი, წყაროებში ვკითხულობთ, როგორ ფანტავდა ის თავის ქალიშვილებს სხვადასხვა სამეფოებში. თამარი გაათხოვა შირვანშაჰზე, რათა აღმოსავლეთით კასპიის ზღვისკენ გაემყარებინა პოზიციები. სელჩუკების წინააღმდეგ ბუფერი რომ შეექმნა. ზუსტად. ხოლო კატა გაგზავნა ბიზანტიაში საიმპერატორო კარზე. რატომ? იმიტომ რომ დასავლური ქრისტიანული ფლანგი დაეზღვია. აი წარმოიდგინეთ თქვენ, როგორც მამა აგზავნით საკუთარ შვილებს ასობით კილომეტრის მოშორებით, სრულიად უცხო კულტურებში, რათა მათ შენი სახელმწიფოს საზღვრები დაიცვან. ეს ხომ წარმოუდგენელ ცივსისხლიანობას მოითხოვს. ნამდვილად. და თუ გურანდუხტს საუბრობთ, ეს ქორწინება პირდაპირ უკავშირდება ჩვენი განხილვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თემას. დემოგრაფიულ და სამხედრო ინექციას ჩრდილოეთ კავკასიიდან 40,000 ყივჩაღი ოჯახის ჩამოსახლებას. აი ეგ არის უდიდესი მომენტი. და მოდი კარგად გავიაზროთ ამ ციფრის მნიშვნელობა ჩვენი მსმენელისთვის. 40,000 ოჯახი არ ნიშნავს მხოლოდ 40,000 ჯარისკაცს. ოჯახი ნიშნავს ცოლს, ბავშვებს, მოხუცებს. რა თქმა უნდა. Ani ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 150,000-დან 200,000-მდე ადამიანის მიგრაციაზე იმ ეპოქაში. ეს ხომ წარმოუდგენელი ლოჯისტიკური კოშმარი იქნებოდა.
ლოჯისტიკური კოშმარიც იყო და გენიალური გამოსავალიც. დავითმა ისინი უბრალოდ კი არ დაიქირავა, როგორც დაქირავებული რაზმი, რომელიც ფულს აიღებს და წავა. მან ისინი დაასახლა. მიანიჭა მიწები იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თურქ-სელჩუკების შემოსევების გამო დაცარიელებული იყო. ანუ ფაქტობრივად ერთი გასროლით რამდენიმე სამიზნე გაანადგურა. კი. ამ ხალხს უნდა დაემუშავებინა მიწა, ეწარმოებინა პროდუქტი, გადაეხადა გადასახადები და რაც მთავარია, თითოეულ ოჯახს ერთი აღჭურვილი მეომარი უნდა გამოეყვანა. მან ქვეყანას ფაქტობრივად ახალი ეკონომიკური და დემოგრაფიული სისხლი გადაუსხა. და გურანდუხცე ფორწინება ეს იყო იურიდიული და მორალური გარანტია იმისა, რომ ეს უზარმაზარი მასა მეფის ლოიალური დარჩებოდა. ზუსტად ამიტომ ვუწოდებთ მას გენიალურ მენეჯერს. თუმცა, აი აქ ჩნდება მეორე არანაკლებ რთული პრობლემა. როგორ ინახავ ამხელა 40,000-იან მუდმივ ჯარს, როცა პარალელურად აშენებ ქალაქებს, აგებ ხიდებს, ციხესიმაგრეებს და კიდევ ომებს აწარმოებ? საიდან მოდის ფული, ხო? ხო, ფული საიდან მოაქვს? და აქ ჯანდიერის კვლევები ნათელ სპენსიმ პერიოდის ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც პირადად ჩემთვის ამ სიღრმისეული ანალიზის ყველაზე საინტერესო აღმოჩენაა. მართლაც გასაოცარია, იმიტომ რომ იმდროინდელ აღმოსავლეთში მძვინვარებდა ეწოდება ვერცხლის კრიზისი. ვერცხლი უბრალოდ გაქრა. კი, როგორც ფიზიკური მასალა ამოიწურა ან დაიკარგა ბაზრიდან მიმდინარე ომების გამო. და როცა სახელმწიფოს არ აქვს ძვირფასი ლითონი, ეკონომიკა პრაქტიკულად ჩერდება. მონეტას ვეღარ ჭრი. და რას აკეთებს დავითი? იღებს ძალიან რადიკალურ რისკიან გადაწყვეტილებას. სპილენძის მონეტების მოჭრას იწყებს. კი, სპილენძი ბევრად იაფი და ხელმისაწვდომი მასალა იყო, მაგრამ მხოლოდ მონეტის მოჭრა ხომ არ კმარა. მთავარია მსყიდველობითი უნარი. ზუსტად, დავითმა საკანონმდებლო დონეზე პირდაპირ სახელმწიფო იძულების ძალით ამ სპილენძის მონეტებს მიანიჭა ვერცხლის ფასი შიდა ბაზარზე. სახელმწიფომ გამოაცხადა, ეს სპილენძის ნაჭერი შიდა ოპერაციებში ზუსტად იმდენივე ღირს, რამდენიც ვერცხლი. ეს ხომ, დაფიქრდით, ეს ხომ წარმოუდგენელი კონცეფცია მე-11 საუკუნისთვის. თანამედროვე ეკონომიკაში ამას უწოდებთ fiat ფულს, არა? სისტემა, სადაც ფულის ღირებულებას არა მისი ფიზიკური მასალა, არამედ სახელმწიფოს ნდობა და ავტორიტეტი განსაზღვრავს. შენ ფაქტობრივად ჰაერიდან კმნი ფინანსურ რესურსს. კი ბატონო. ეგ არის ადრეული მერკანტილიზმის ბრწყინვალე გამოვლინება. თუმცა მას ძალიან კარგად ესმოდა ამ სისტემის შეზღუდვებიც. შიდა ბაზარზე კიდევ შეეძლო ფასის იძულებით დაწესება, მაგრამ უცხოელი ვაჭრები სპილენძს ვერცხლად არ მიიღებდნენ, ცხადია. ნამდვილად, მათთვის რეალური ღირებულება იყო მნიშვნელოვანი. ამიტომ, საერთაშორისო ვაჭრობის წასახალისებლად, მან კიდევ ერთი სრულიად შოკის მომგვრელრი პრაგმატული ნაბიჯი გადადგა. ქართულ მონეტებზე არაბული წარწერების დატანა. ეს რომ წავიკითხე წყაროებში გავოგნდი. მე-12 საუკუნეა ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქა, რელიგიური ფანატიზმი პიკშია და ამ დროს უძლიერესი ქრისტიანი მეფე მონეტაზე არაბულად დაწერს თავის სახელს. კი, და საკუთარ თავს მესიის מחვილს უწოდებს არაბულად. ეს ხომ ნათლად აჩვენებს მის ფსიქოლოგიას, რომ იდეოლოგია არასდროს არ უნდა დადგეს ეკონომიკური განვითარების გზაზე. ფულს არ აქვს რელიგია. როცა მონეტაზე არაბული წარწერა, ის ხდება ცნობადი, სანდო და ადვილად გამოყენებადი საგადამხდელო საშუალება მთელ ისლამურ სამყაროში. ეს არ იყო რაღაც დათმობა. ეს იყო გლობალურ ბაზარზე ინტეგრაციისა და კაპიტალის მოზიდვის პირდაპირი ინსტრუმენტი. ნამდვილად. და ეს ეკონომიკური სიძლიერე, შიდა სტაბილურობა და მასიური ჯარი უკვე აძლევს მას საშუალებას გადავიდეს გრანდიოზულ შეტევაზე. 1021 წლის დიდგორის ბრძოლა ძლევაი. ეს ისტორია თითოეულმა ჩვენგანმა იცის. მაგრამ ლორდ ხიფანიძის ნაშრომებში ხაზგასმულია ის მოვლენა, რაც დიდგორს მოჰყვა. 1022 წლის თბილისის აღება. დიახ, რამაც საბოლოოდ ჩამოაყალიბა ქვეყნის ახალი სახე. თბილისის დაბრუნება არ იყო უბრალოდ კიდევ ერთი ქალაქის შემოერთება. ეს იყო სტრატეგიული კულმინაცია. მანამდე ხომ ძველი დედაქალაქი ქუთაისი იყო სახელმწიფოს მთავარი დასაყრდენი. არქეოლოგიური კვლევებიც ადასტურებს მაგას. კი, ქუთაისი იყო ტრადიციული, კარგად დაცული ერთგვაროვანი ქალაქი. მაგრამ თბილისი სრულიად სხვა განზომილებას წარმოადგენდა. ის 400 წლის განმავლობაში არაბული საამიროს ცენტრი იყო. მრავალეთნიკური, მულტიკულტურული სავაჭრო ხაბი, უზარმაზარი მუსლიმური მოსახლეობით.
და აი აქ ისმის კითხვა. ჩვენო მსმენელებო, როგორ უნდა მოაქცეს გამარჯვებული ქრისტიანი მეფე ქალაქს, რომელიც 4 საუკუნე მტრის ხელში იყო? შუა საუკუნეების ტიპური სცენარი ხომ ვიცით რაც არის? კი, დამპყრობელი შედის ქალაქში, არბევს, წვავს, მოსახლეობას ხოცავს ან აძევებს. მაგრამ დავითმა სრულიად საპირისპირო რამ გააკეთა. მან გაიაზრა უმნიშვნელოვანესი რამ. თბილისის სიმდიდრე მისი შენობები კი არ იყო, არამედ ის ხალხი, ვინც იქ ვაჭრობდა. ნაცლად რეპრესიებისა, მან თბილისის მუსლიმ მოსახლეობას უპრეცედენტო პრივილეგიები მიანიჭა. წყაროებში პირდაპირ აღწერილი ეს პრივილეგიები და მართლაც დაუჯერებლად ჟღერს. მაგალითად, საგადასახადო პოლიტიკა ავიღოთ. თბილისელი მუსლიმები იხდიდნენ უფრო ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ებრაელები. და უფრო ნაკლებსაც კი, ვიდრე თავად ქართველები. წარმოიდგინეთ, მართველი დაპყრობილებს უკეთეს საგადასახადო პირობებს უქმნის, რათა ქალაქში კომერცია არ გაჩერდეს. და საქმე მხოლოდ გაგასახადებს არ ეხებოდა. მან საკანონმდებლო დონეზე დაიცვა მათი რელიგიური უფლებები. მუსლიმურ უბნებში ღორის დაკლაც კი აკრძალა, რათა მათი რელიგიური გრძნობები არ შეურაცხყოფილიყო. ქართველებს აუკრძალა მათ უბნებში ცხენზე ამხედრებული შესვლა. კი ბატონო, ეს არის უმაღლესი დონის სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი. ანუ მტრის ლოიალურ მოქალაქედ ქცევის ხელოვნება. როდესაც შენ ადამიანს ფინანსურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას თავაზობ, ის შენი იმპერიის ნაწილი ხდება. მაგრამ ჩვენი წყაროებიდან, კერძოდ ხიდაშელის კვლევებიდან ვგებულობთ, რომ ეს ტოლერანტობა შესაძლოა მხოლოდ ცივი პოლიტიკური გათვლა არ ყოფილა. მას გაცილებით ღრმა ფილოსოფიური საფუძვლები ჰქონდა. დავითი ხომ არ იყო მხოლოდ მეომარი. ის იყო ფართოდ განათლებული ადამიანი, რომელიც ომშიც კი წიგნებით სავსე ბიბლიოთეკით დადიოდა. ნამდვილად. და ეს ის ასპექტია, რომელიც დავითს განასხვავებს უბრალოდ ნიჭიერის ართლისგან. ის იყო მოაზროვნე ერთგვარი ფილოსოფოსი მეფე. ფილოსოფოსი მეფე. ზუსტად. იმ ეპოქის საქართველოში და ინტელექტუალურ ელიტაში ძალიან ძლიერი იყო ნეოპლატონისტური ფილოსოფიური სკოლა. ამ აზროვნების მიხედვით, სამყაროს მამოძრავებელი ძალა არის აბსოლუტური სიკეთე, რომელიც ღვთაებრივ საწყის წარმოადგენს. და ბოროტებაზე რას ფიქრობდნენ? ამავე კონცეფციით, ბოროტება დამოუკიდებლად არ არსებობს. ის არ არის აქტიური ძალა. ის არის უბრალოდ სიკეთის ნაკლებობა, სიცარიელე. რა საინტერესოა. ანუ, თუ ბოროტება მხოლოდ სიკეთის არ არსებობაა, მაშინ შენი როგორც მართველის მოვალეობა არა უბრალოდ გაანადგურო მტერი ფიზიკურად, არამედ შეავსო ეს სიცარიელე სიკეთით? ზუსტად ეგ არის მთავარი აზრი. რაც სახელმწიფოს დონეზე სამართლიანობას და შემწყნარლობას ნიშნავს. ადამიანის დანიშნულება ამ აბსოლუტური სიკეთისკენ სწრათვა. შესაბამისად, სხვა რელიგიის წარმომადგენელის მიმართ შემწყნარებლობა და მისი სამართლიანად მოპყრობა განიხილებოდა როგორც სიკეთის გამოვლინება. და არა როგორც პოლიტიკური სისუსტე. აბსოლუტურად. ეს ფილოსოფია მეფეს აძლევდა იმის იდეოლოგიურ გამართლებას, რომ შეექმნა მრავალეროვნანი, ტოლერანტული იმპერია. და თუ ინტელექტუალურ და ფილოსოფიურ სწრაფვაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივად მივდივართ იმ ადგილამდე, სადაც ეს ყველაფერი ფიზიკურად და არქიტექტურულად განხორციელდა. ადგილი, რომელიც ბერიძის ნაშრომებშია დეტალურად გაანალიზებული. ვგულისხმობ გელათს. გელათი. დაარსებული 1106 წელს. ეს არ იყო რიგითი სამონასტრო კომპლექსი, სადაც ბერები მხოლოდ ლოცულობდნენ. ის თავიდანვე ჩაფიქრებული იყო როგორც უმაღლესი აკადემია. საგანმანათლებლო და ინტელექტუალური ცენტრი. ჩვენს წყაროებში მას თანამედროვენი უწოდებენ მეორე იერუსალიმს და ახალ ათენს. მოდი აი ამ ფრაზის მნიშვნელობა აუხსნათ მსმენელს. რატომ ახალი ათენი? ეს ფრაზა შემთხვევითი არ არის. იერუსალიმი განასახიერებს აღმოსავლურ ქრისტიანულ სულიერებასა და ორთოდოქსიას, ხოლო ათენი დასავლურ ანტიკურ ფილოსოფიურ და ინტელექტუალურ ტრადიციას. გელათის აკადემიაში ისწავლებოდა გეომეტრია, არითმეტიკა, ასტრონომია, რიტორიკა. ძველი ბერძნული ფილოსოფიური ტრაქტატების თარგმნაც ხომ მანდ დაიწყეს. კი, დავითმა ერთ სივრცეში გაერთიანა რწმენა და მეცნიერება. მას ძალიან კარგად ესმოდა, რომ მზარდ იმპერიას სჭირდება განათლებული ბიუროკრატია. ვინ უნდა ემართა ის ინსტიტუტები, რომლებიც მან შექმნა? სწორედ ასეთი აკადემიების კურსდამწავლებულებს. და ეს ყველაფერი აისახა უმაღლეს ესთეტიკაშიც. გელათის მთავარი ტაძრის არქიტექტურა, მისი გრანდიოზული მოზაიკა,
ღვთისმშობელი მთავარანგელოზებით, რომელიც საკურთხეველშია. ხახულის ტრიპტიკიც. კი, ხახულის ტრიპტიკი. ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო ესთეტიკური და კულტურული აფეთქების ეპოქა. მხოლოდ ძალიან მდიდარ თავდაჯერებულ სახელმწიფოს შეუძლია შექმნას გელათი. სახელმწიფო, რომელიც ამას აშენებს, აღარ იბრძვის მხოლოდ გადარჩენისთვის. ის უკვე აცხადებს პრეტენზიას რეგიონის ინტელექტუალურ და კულტურულ ლიდერობაზე. დიახ, ეს არის ეროვნული კონსოლიდაციის სრული კულმინაცია. ეკონომიკური სიძლიერე, პოლიტიკური სტაბილურობა და ინტელექტუალური განვითარება ეს სამი კომპონენტი გელათში ერთიანდება. ეს იყო ბირგვინი იმ სისტემისა, რომლის შენობაც მან 16 წლის ასაკში სრულ ნანგრევებში დაიწყო. მართლაც. მაშ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის, დღეს? რატომ უნდა გაინტერესებდეთ თქვენ, ჩვენს მსმენელს, მე-11-მე-12 საუკუნის მმართველის პოლიტიკური და ეკონომიკური სხვლები? წყაროების განხილვამ დაგვანახა, რომ ნგრევიდან სახელმწიფოს აშენება არ ხდება მხოლოდ ხმლისქნევით და პატრიოტული ლოზუნგებით. ეს მოითხოვს რადიკალურ, ხშირად არაპოპულარულ პრაგმატიზმს, რისი მაგალითიც ფინანსურ რეფორმასა და სპილენძის მონეტებში ვნახეთ. ასევე მოითხოვს მტრის შემორიგების და მისი ენერგიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების უნარს. როგორც ეს თბილისელი მუსლიმების მიმართ ტოლერანტობაში გამოიხატა. და რაც ყველაზე მთავარია, მოითხოვს განათლებისა და ინტელექტის სახელმწიფოებრივ ფუნდამენტად ქცევას. ნამდვილად. მაგრამ სანამ დაგემშვიდობებით, მინდა ერთი პროვოკაციული ფიქრი დაგიტოვოთ, რაზეც წყაროების კითხვაზეც ბევრი ვიფიქრე და რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს თავდაპირველ მისიას დაგვენახა მეფის ადამიანური მხარე. საინტერესოა, რას გულისხმობთ? დავით აღმაშენებელმა შექმნა ოქროს ხანა, მან ნანგრევებიდან ააშენა უდიდესი სახელმწიფო, რომელმაც საუკუნეებს ბაუძლო, მაგრამ დავფიქრდეთ იმ პირად ფასზე, რაც მან ამ ყველაფრისთვის გადაიხადა. პიროვნულ მსხვერპლზე? დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ კაცზე, რომელიც საკუთარ შვილებს უყურებდა როგორც გეოპოლიტიკური ჩადრაკის სპაიკებს და მათ ასეულობით კილომეტრის მოშორებით ფანტავდა. კაცზე, რომელიც თავად ქორწინდებოდა მხოლოდ პოლიტიკური ალიანსების გასამყარებლად და თითქმის მთელი ცხოვრება ცხენზე იჯდა და სამხედრო კარავში ეძინა. მძიმე რეალობაა. ხო არ ნიშნავს ეს იმას, რომ იყო შენი ეპოქის აღმაშენებელი ავტომატურად გაიძულებს უარი თქვა საკუთარ პირად ცხოვრებაზე, ადამიანურ სისუსტეებსა და ბედნიერებაზე. ხო არ ხდება ისე, რომ იმ უზარმაზარი სახელმწიფოს ასაშენებლად, რომელსაც შენ ქმნი, საბოლოოდ თავად გიწევს იქცე მის საძირკველში ჩატანებულ ერთ-ერთ უსულო, მაგრამ აუცილებელ აგურად. ძალიან დამაფიქრებელი კითხვაა. ამ კითხვას თქვენ მოგანდობთ, ძვირფასო მსმენელებო. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით ამ სიღრმისეულ განხილვაში. მომავალ შეხვედრამდე.